მივედი ენერგოპროს ოფისში, დავილაპარაკეთ, ჩვენი პრობლემის შესახებ მოვუყევით. ისინი დაგვირდნენ მის გადაჭრას, თუმცა არ უთქვამთ ვინ მოვა და როდის მოგვარდება ეს საკითხი. ფაქტია, რომ მესამე დღეა ელექტროენერგია არ გვაქვს, რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ. რუსთაველის ქუჩის ნომერ 23 კორპუსის პირველი სადარბაზოს მცხოვრებლებს 20 დეკემბრიდან ამ დრომდე ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. აღნიშნულის გამო ისინი უკმაყოფილებას გამოხატავენ. ელექტროენერგიის გათიშვის მიზანს მთავარ ტრანსფორმატორში ცეცხლის გაჩენა წარმოადგენს. ტრანსფორმატორში გაჩენილმა ხანძარმა სრულად გაანადგურა მრიცხველები. აღნიშნული 15 ოჯახი ელექტროენერგიის აღდგენას ყოველ წუთს ელოდება. ამოფეთქდა ისა შოჩეკები და შეგვეშინდა. აი გთხოვთ, გაიდანეთ გვერდზე პირველ სადარბაზოში. აი იქით. თუ შეიძლება. აი აქ არ გინდათ რო იყოს? არა. ითხოვთ რომ გადაიტანოთ ხელმაც. დიახ. ალბათ იმისთან აფეთქების ხმა იყო რომ ჩვენ გვეგონა უკვე ბომბი თუ ესროლეს ამ სახლს. ხო და გამოვარდა მთელი ხალხი წივილი, ხო და მე უკვე მოვიდა რომ ნახეთ ეს იყო საშინელებად. აი 11-ის ნახევარზე თორე დღისით რო ყოფილიყო იქანა სულ მოძრაობა ხალხია და სვერპლი რო არ იყო ადამიანი რო არ დაიღუპა აი ამაზე მადლობა უფალ ღმერთს რა. ამ ბიჭმა სამედამ მიმართა მოვიდნენ დღეს მოვიდა ვიღაც კაცი ეს ვნახე ზევიდან ბალკონიდან. აკეთებდნენ რაღაცას მაგრამ რა გააკეთეს როგორ არაფერი არ ვიცი. 3 დღეა უკვე მესამე დღეა. ამიტომ 20 საღამოს მოხდა ეს აფეთქება სახში გაივსო ბოლი ხალხს არ შეეძლოს თქვა კიდე კარგი არ გვეძინა გამოვცვიდით აფეთქდა კი მიმართა მე მგონი ჩვენ მეზობლმა დაურეკა იქ ელექტროსეტებში მოვიდნენ და წავიდნენ არაფერი არ გაკეთეს ხვალე გავაკეთოთ ხვალე და რამდენი ხვალე გავიდა უკვე თემასთან დაკავშირებით ჩვენ ვესაუბრეთ ადგილობრივი ენერგომომარაგების კომპანიის წარმომადგენელს. მისი თქმით, მრიცხველების საფასურს მთლიანად კომპანია ანაზღაურებს. ელექტროენერგია კი აღნიშნულ სადარბაზოში 23 დეკემბერს საღამოს საათებში აღდგება. ეს მოხდა შაბათს ღამის საათებში შემოვიდა ინფორმაცია ჩვეულებრივად მოხდა ქსელიდან გამოსცა რომ არაფერი მოხდა არ იყო საშიშროება. დღეს სამუშაო დღეს მოხდა მრიცხველების მოთხოვნა დაკომპლექტებული კარადა არის 15 მოსახლისთვის და სავარაუდოდ ხვალისთვის მოგვაწვდიან კარადა აღნიშნულ კარადას და შეიძლება არაფერი კომპანია თვითონ შეცვლის ყველა მრიცხველს და მოხდება თავისთავად ახლების დამონტაჟება. კი ხვალისთვის ველოდებით მრიცხველების ჩამოსვლას კარადების მონტაჟიც მოხდება სავარაუდოდ ხვალ საღამოს აღუდგებათ ელექტროენერგიის მიწოდება. რეგიონის განვითარების ცენტრმა საერთაშორისო ფონდ ნედის მხარდაჭერით განახორციელა პროექტი, რომლის ფარგლებშიც მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ტრენინგ სემინარი გაიმართა. პროექტის მიზანია ახალგაზრდებისთვის ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში, ასევე ახალგაზრდებისთვის პრიორიტეტული საკითხების გარშემო ადვოკატირების კამპანიების ჩატარება მუნიციპალიტეტებში და ჩართულობისა და ურთიერთობის ფორმირების შემუშავება ადგილობრივ თვითმმართველობებთან. ძირითადი მიზანი არის რომ ახალგაზრდებმა თავიანთი საკითხები დააყენონ ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე და ადვოკატირების კამპანიით რამოდენიმე ასე ვთქვათ ეს საქმიანობა განახორციელონ და რაც მთავარია მოძებნონ ის ფორმები რომლითაც იქნება კომუნიკაცია და ურთიერთობა დამყარებული ადგილობრივ თვითმმართველობებთან. თვითონ პროექტი არის ერთწლიანი და ტარდება 4 მუნიციპალიტეტში ეს არის ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონი ეს არის საგარეჯო, სიღნაღი, მარნეული და გარდაბანი. ჩვენ განვიხილავთ ადგილობრივ თვითმმართველობას, თუ როგორ მუშაობს, რა შეთავაზებები აქვს, ასევე ჩვენ ახალგაზრდებს გვინდა შევქმნათ ჯგუფი საინიციატივო და შევთავაზოთ ჩვენი იდეები, ახალგაზრდული იდეები, თუ რა აწუხებს მოსახლეობას ახალგაზრდებს, შევთავაზოთ ჩვენი გეგმები და ურთიერთშეთანხმებით გვინდა რომ ვითანამშრომლოთ მათთან. ჩვენი საზრით ძალიან კარგი პროექტია ახალგაზრდებისთვის, ასევე განვითარებისთვის. გაიგებენ თუ რა ხდება მუნიციპალიტეტებში, გამგეობებში, თუ რამდენად რეალურია გავაცნოთ ხალხს ჩვენი პროექტების შესახებ და განვავითაროთ, მე ჩვენი განვახორციელოთ ეს ჩვენი პროექტები. 20 დეკემბერს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა შეხვედრა ქვემო ქართლში გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის თემის ირგვლივ. შეხვედრაზე რეგიონში არსებულ გენდერულ საკითხებზე ისაუბრეს
საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ქვემო ქართლში ლეილა მამედოვამ, არასამთავრობო ორგანიზაცია მტრედის წარმომადგენელმა საბინა თალიბოვამ და ჟურნალისტმა ნონა სამხარაძემ. შეხვედრის ორგანიზატორია სამოქალაქო მოსმენის კავკასიური ცენტრი. პროექტი ხორციელდება დემოკრატიის განვითარების ნაციონალური ფონდის მხარდაჭერით. დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოებისათვის ძალზედ მტკივნეულ თემას ეხება, როგორიცაა მაგალითად ადრეული ქორწინება. აქ საუბრობდით პრობლემებზე და მათ მოგვარების გზებზეც. ვფიქრობ, დღეს მართლაც დგას ადრეული ქორწინების პრობლემა, თუმცა ახალგაზრდა თაობაში აღნიშნულ თემაზე ინფორმაციულობის დონე წინა წლებთან შედარებით გაიზარდა, რაც ხელს შეუწყობს პრობლემის გადაჭრას. поднялась на более высокий уровень. Ადრეული ქორწინების პრობლემის მოგვარება საჭიროა სახელმწიფო დონეზე გადაწყდეს. ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდობა უნდა იქცეს სახელმწიფოს პრიორიტეტად. ასევე საჭიროა სახელმწიფო დონეზე გადაწყდეს გენდერული თანასწორობის საკითხებიც. ვფიქრობ, აღნიშნული მსგავს პრობლემებს გადაჭრის. ვფიქრობ, ადრეული ქორწინების პრობლემა მწვავედ დგას, საჭიროა კარგად დაფიქრება. გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიეროს თავისი წილი პასუხისმგებლობა და მოიქცეს ადეკვატურად. შინაგან საქმეთა სამინისტროს ძიუდოს სპორტული კლუბის წარმომადგენლებმა ჰოლანდიაში გამართულ ტურნირში, სადაც ევროპის საუკეთესო გუნდი უნდა გამოვლენილიყო, გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს და ევროპის ჩემპიონები გახდნენ. ევროპულ სარბიელზე ეს მათი პირველი გამოსვლა იყო. ამ გამარჯვებით ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატის ოქროს ლიგაში გადაინაცვლებენ და მომავალ წელს კონტინენტის უძლიერეს გუნდურ ჩემპიონატში მოსინჯავენ ძალებს. გამარჯვებულებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები დახვდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ძიუდოს სპორტული კლუბი 2014 წლის მაისში დაარსდა. კლუბის წევრთა უმრავლესობა საქართველოს ნაკრების ძიუდოისტია. ისინი მსოფლიო ჩემპიონების და საერთაშორისო ტურნირების პრიზიორები არიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ძიუდოს სპორტული კლუბისთვის ჰოლანდიაში მიღწეული შედეგი მეორე დიდი გამარჯვებაა. ცოტა ხნის წინ ქართულმა კლუბებმა იაპონიაში გამართულ ტურნირში მსოფლიო საუკეთესო გუნდებს შორის მეოთხე ადგილი დაიკავეს. ქართველ ძიუდოისტებს ჰოლანდიაში გამგზავრებამდე შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე შეხვდა. ძიუდოისტები შინაგან საქმეთა სამინისტროს ოჯახის ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში შეუერთდნენ და ევროპულ სარბიელზე მიღწეული გამარჯვება ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნეს. ეს არის გამარჯვება სრულიად საქართველოსი, აღჟღერდა ქართული ჰიმნი, რაც მთავარია, გახდა ჩვენი გუნდი ჩემპიონი. ფინალში შევხვდით საკმაოდ ძლიერ კონკურენტს, რომელიც იყო ჰოლანდიის კლუბი, მაგრამ დავამარცხეთ და გამარჯვებულები ჩამოვედი და მინდა მიულოცო პირადად ბატონ მინისეს დიდი გამარჯვება, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფს მინდა მიულოცო და მინდა უსურვო ამ კლუბს მომავალში ძალიან დიდი წარმატებები, იმიტომ რომ პოტენციალი ნამდვილად გააჩნია ამ კლუბს ამისი. ძალიან გახარებულები ვართ, რომ მივახციეთ ამ შედეგს. მეზადებოდით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ყველაფერს აკეთებდა რომ მომზადებულიყავით და ძალიან გახარებულები ვართ, რომ ამ შედეგს მივახციეთ და ულოცავთ ყველას ავთრეთ საქართველოს და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაცვის პოლიციას, ასე დაგვეხმარა და მივახციეთ ამ შედეგს. პირველ რიგში მიულოცავ ამ დიდ წარმატებას მთლიანად საქართველოს. ჩვენ შევხვდით, ესე რომ ვთქვათ, ევროპის კონტინენტის თითქმის უძლიერეს კლუბებს. ფინალში გამოყოფთ ფინალურ ორთაბრძოლას, სადაც დაუპირისპირდით ჰოლანდიის უძლიერეს გუნდს. ეს შეჯიბრი მოგეხსენება ტარდებოდა ჰოლანდიაში. და ესე რომ ვთქვათ, ყველა ქართველმა, ყველა სპორტსმენმა, იქ შეკერებილმა ადამიანმა ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ოქროს медаლი წამოგვეყო საქართველოსთვის, ის თასი, რასაც ქვია კლუბური ევროპის ჩემპიონობა ყოფილიყო საქართველოსი, ესე რომ ვთქვათ, რასაც მივაღწიეთ და ჩვენ პირადად ძალიან ბედნიერები ვართ. რაც შეეხება თანადგომას, პირადად მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ბატონ ალექსანდრე ჭიკაიძეს ამ კლუბის და ესე რომ ვთქვათ, დაფუძნებისთვის, იმ ყველაფერისთვის მადლობა, რაც მან გააკეთა ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენ წინა წლებში გვიწევდა, ესე რომ ვთქვათ, გერმანიის სახელზე ასპარეზობა, თურქეთის სახელზე ასპარეზობა, სხვა ქვეყნის დროშის თქვენს ვიდექით კლუბურ, ესე რომ ვთქვათ, შეჯიბრებებში, რაც გულდასაწყვეტი იყო, წელს გვაქვს ამის საშუალება, რომ ვიასპარეზოთ ჩვენი დროშის თქვენს, რაც უმნიშვნელოვანესია და ამისათვის მინდა მას უღრმესი მადლობა გადავუხადო. ჩვენ შევეცდებით მომავალში ჩვენი წარმატებებით და ჩვენი წინსვლით ვასახელოთ მთლიანად საქართველოს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1994 წელს დაბადებული რუსთავში მცხოვრები ფიზული განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცავებმა ბრალდებული წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ქვეყნის დატოვებასა და მიმალვას ცდილობდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ფიზული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატიურად ყიდდა დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს. წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში ნარკორეალიზატორი დავაკავეთ. გამოძიებით დავადგინეთ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში იგი სისტემატიურად ყიდდა ნარკოტიკულ საშუალებას. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს.